და თუ კი დაიღალეთ გასართობად მოიცალეთ გინდათ ღიარული ამბები აქ ყველაფერია ხდება რაც ხდება და რაც არ ხდება ნახეთ უცნაური ზღაპრები მოწყენილი მდიდრები და ბედნიერი ღარიბები მოკლეთ მიტაგრძელი უვაში შუბის თავი მეზობლების ნობები და არიფები ყველა ცხოვრობს ქერის უბანში საღამომშვიდობისა მთელი სახელმწიფო მანქანა ახლა რუსთავი ორს ებრძვის. გვიტევენ სასამართლოს ხელით, გვიტევს პირადად ივანიშვილი და გვიტევს მართველი გუნდი. თითქმის 1 წელია თქვენს ფერხთით რომ ვარ განრთმული ჩემო ბრძანებელო, ისე ბედნიერად გრძნობ თავს რომ სულ დამავიწყდა დღესაც ხამსა რომ მივირთვი დაპირებული ზუთხის ნაცვლად. ისე მართლა რა გახდა ერთი კაი საჭმელი ბიძინა. მაინც ადიყინი ამდენი ხამსაი რომ ვერ ამოვათავე და ლემური ვარ თუ კატის ცინდალი ვეღარ გევიე, მაინც მიაუნდე მიზახო. შენ გეუბნები ბიძინა არ გეყურემა. არ მესმის ამ სიცრუის მანქანის ხვაურში რას ამბობთ? წაიღო ყურები ამდენმა სიცრუემ. ბიჭო რა გახდა ერთი ობიექტური ტელევიზია რომ კრიტიკული აზრი აღარ გავიგონო. განაგირთო ქათინაურ ტივიზე. უცბად და გატყობკა. ლეიმურას, შენ ნუ დაემსგავსები ახლა რუსთავი ორს კავკასიასავით. საერთოდ გამორთე ტელევიზორი თორემ ამახამაც ძილი გამიტყდება. რამდენიმე საათის წინ 3 მერე სახენის გატეხვა ზილის გატეხვანი არ ჯობია. გაჩუმდი ბიჭო, არ გაგიგონოს ბრძანებელმა თუ არა ხო იცი როგორი სათუთი გული აქვს. იჯავრებს და მერე ჩვენ ვიჯავრებთ. რა უნდა გეიგონოს ვერ ხენავ ფშვინავს აგერკათ. აი რა კარგად ჩავიცინე. აი რა კარგად ჩამთლიბა. აი რა კაი. დიდო ბრძანებელო, მოსამართლეები გეწვივნენ და ძღვენიც მოგართვეს. უხმე ჩემო მანდატურ თუ ხუცესო. მოხარული ვარ თქვენი ხილით, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს. სამივეს რატომ გაქვთ ერთნაირი სახე? თქვენი ბრძანების თანახმად მეფეო. თქვენ თავადინებეთ რომ ყველა მოსამართლეს ერთი სახე უნდა ჰქონდეს. ხოჭახსთ, დავალება სწორად გაგიგიასთ. აი, ეს არის ჭეშმარიტად თავისუფალი სასამართლოს სახე. აბა, დღეს რა ძღვენი მომართვით? იპ. ეს რა კაი ლოგო გავუკეთებია კიბარხალო აის? ნამდვილად ოქროს ხელები აქვთ. მანდატურო წაიღე ეს ძღვენი და განძთ საცავში კარგად ჩაკეტე. მეფის სიტყვას ვდებ რომ დღეს რუსთავი ორი სამუდამოდ განთავისუფლდა სიცრუის ტირაჟირებისგან და ის გახდება მიუკერძვებელი და მართლაც ხალხის ტელევიზია. აი, რა კარგად ჩამოგიყალიბესთ. მოითახლა ცხოვრების იმერ მესამე ზღუმარჯოს ბიძინა რომ ძილში ატარებს და ჩვენ თავისუფლებაში. ლეიმურას, მომიტანე რა იქნება ერთი კოვზი ხიზილალა. გამისკდა ჩიჩახვი ნერწყვის კლაპვით. გენეირიე ბიჭო, ბიძინას დათვლია კანკანა ყველა მარცვალისად იტაოთ. დააკდებ ერთი ცალი იკრაი და გაგდებ ერთი ცალი ნეკნი ფენთხებში. კარგი მაშინ, ისე მწვანილი მომიტანე. გავუშვა ჟანგიანის კარტში. რომელი გინდა რეზიკია, პრასი თუ ჭლაკვი? ჭლაყვი და ცეცხლი ჭამე შენ ზახარიჩ. ასე ცინიკურად უნდა მოექცე საწოდავ ფეხის ბალიშს? ხოდა გვაცადია ბაქეები ნუ კროსუნով მადანა უშნოთ. მოით ბიჭებო ჩვენ მშობლიურ კუთხე კუნჭუნებს გოუმარჯოს. რაფრა მენატრებად შემიკენიური ღელეღურდანი? მაიმი ინ თურამიარსე მომსახლა ჩამახუტა ჩემდედი კონას და სუნარდემეზე ფიზიკონას. კაი თაღლა გეყოფა თუ არა გასკთა გული დედი ყონა დედა. მოგესალმებით ბატონო ბიძინ. ნება მიბოძეთ. გაჩუმნი მიჯო ძინავს კაც. აუ, ძინავს? რამდა ძინა კაცო ამ დროს? არადა კარგი კომპლიმენტი მოვიფიქრე და მინდოდა ეგრევე ცხლად მეთქვა. დატიე მერე მაი კომპლიმენტი მაქანე და ჩვენ გადავწევთ.
გადაირია ფრასიონ. მასე შენთვის რომ დამებარებინა ჩემი ექსკლუზივნი კომპლიმენტები, ახლა მე შენ იქნებოდი მე კი არა. უი, თქვენ ჩრივარდათ ენები. გაჩუმდით, თორემ აბორგდა უკვე. არ გამიღვიძოთ ეს ანაზდად ჩაწინებული კაცი. მობრძანდის ბატონო ბიძინი, თავისუფალი და მიუკერძოებელი ტელევიზია ელოდება თავის ასვაბაძიწელს. ო, კარგია, მესია მოუნა. სულ გავათავისუფლე და გავწმინდეთ მთელი კოლექტივი ნაჟიმისგან. ო, ყვაყოფილი ვარ. გოგირდი კიდო დავწვით რომ ეს ტენდენციური გველები სულ გაქცეულიყვნენ მე ვიყო. ო, ბედნიერი ვარ. აი, ეს არის ხალხის გამარჯვება. დამოუკიდებელი ტელევიზია ხალხს ეკუთვნისთ და ხალხს უნდა ემსახურებოდეს. მენეჯმენტი იქნება სრულიად თავისუფალი და ხელშეუხებელი. ამიტომ დღეიდან მაყურებელი იხილავს პროექტებს ზეწოლის გარეშე და ყველა გადაცემას ეყოლება ობიექტური წამყვანი. მოგესალმებით ეთერში ნანუკა შოუ და დღეს ჩვენი სტუმარია დედაქალაქის მერი დავით ნარმანია. მივესალმოთ, ტაში. ბატონო დავით, როგორ მოახერხეთ მოკლედ დროში თბილისის ასე გალამაზება, საცობებისაგან განტვირთვა და კორუფციის სრული დამარცხება? მინდა სიამაყით გითხრა ნანუკა, მე კარგი მასწავლებელი მყავს, ბრძენი კაცია ძალიანი. ხო და რასაც მივაღწიე ამ მასწავლებლის, ანუ ბატონი ბიძინის დასრულგა ყველაფერი მე ვიყო. ო, მოდით, ტაში და უკრათ ბატონ ბიძინას. ამ მართლაც ღვთისმიერ კაცს. მოგესალმებით, ეს არის ყველაზე საყვარელი გადაცემა ეკივოკი და ახლა გამოსაცნობ სიტყვას აგვიხსნის პატარა სოსიკონა. ის საქართველოშიც ჩატარდა. მეგრენ პეტიესენი და მეოჯახე კაცები ერთადიან. რადგან ემსახურება გარყნილებას და თქვენსკენ მოიკითხეთ. მაშასე მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. მონოლოგს დავიწყებ თავარი თემით. ივანიშვილმა იმდენი საქმე გააკეთა, ტაქსმა რო შემოარო 7 მილიარდს დაწერს. როგორია? მე არ მიჩქრება არსა ტაჩ თუ დავკრათ. ბრავო! ვაიმე, რა კარგად ხუმრობს კაცო, რა კარგად გავსკდი სიცილით. გირბაცო მაყურებლებო, თქვენ წინაშია მოსამართლეთა ტრიო X Girls. მართლაც ბრავო გოგონებო, ეს არის ჭეშმარიტი მუსიკა. ჟიურის ფეხზე დგას და ტაში გიკრავთ. ბრავო თქვენს მენტორს გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც ჩემი საოცნებო მენტორიცაა. და ასეთ მენტორზე ყველა ქვეყანა იოცნებებს ინდის დამოსგებიცებით. მოგესალმებით პოსტსკრიპტუმი განახლებული დავით კიკალიშვილთან ერთად. როგორც იცით, რუსთავი კანონიერ ფლობელს გადაეცა და საბოლოოდ განათავისუფლდა მარწუხებისაგან. ამ ფაქტს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც. ნახოთ ჩვენი კორესპონდენტის სიუჟეტი. Hello.
The Independent Television Rustavi too is the freedom from national marchation and the Gaulenation justice perek anu samartalma izeima. Hai, very good speech. Mashase PSC ეთერში ბრუნდება და ახლა მოისმენთ განახლებული რუსთავის საიმიჯო კლიპი. მე თავისუფალი ჟურნალისტი ვარ. ჩვენთან ბავშვები თავისუფალ ეთერში იზრდებიან. ქართული იუმორი 9 წლიანი ტირადისაგან გადავისუფლა. თავისუფალი მუსიკა თავისუფალი ხალხისთვის. რუსთავი 2 გამარჯვებული კაცის ტელევიზია. წადი ხელები შორს რუსთავი 2 თავისუფალ სიტყვას ვერ ჩახშობ. გამისკდა გული, სიზმარი ყოფილა. ვეღარ გავიგე, მე სიზმრება თუ მართლა დამთავრდა იმ ამერიკის ელჩმა. რა შვებით ხალხო, რა შვებით? არ მესროლოთ, ბიძინა ვარ. აი, რა კარგად თქვი. აი, რა სწორად შევედარე.